მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით. მექას პერიოდის მეოთხე წელი, ღია ქადაგება. ამცნე რაც გებრძანა და პირი იბრუნე წარმართებისგან, უეჭველად ჩვენ შენდამი გამქილიკებელთ ჭკუას ვასწავლით, რომელთაც დაიდგინეს ალლაჰის ერთად სხვა ღვთაება, სულ მალე შეიტყობენ. როდესაც ეს ღვთიური ბრძანება მოევლინა შუამავალს, მან მაშინვე ღიად და გაცხადებულად დაიწყო ქადაგება და მექელებს ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ მოუწოდა. მან ლოცვის აღსრულება და ყურანის კითხვა საჯაროდ დაიწყო. ის პირდაპირ მიდიოდა ქააბაში და ალლაჰისგან გარდმოვლენილ აიათებს ყურეიშის ხალხს აცნობდა. მოკლედ რომ თქვათ, შუამავალი მექელებს ყურანის აიათებით მოუწოდებდა. უთხარი, ჰეი ადამიანებო, უეჭველად მე ვარ ყველა თქვენგანისთვის შუამავალი ალლაჰისა, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. არ არსებობს ღვთაება გარდა მისი. იგი აცოცხლებს და აგვდინებს. მას ირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი მისი, წერა კითხვის უცოდინარი ელჩი, რომელსაც წამს ალლაჰის და მისი სიტყვების და მისდიეთ მას, ეგების ჭეშმარიტ გზას დაადგეთ თქვენ. შუამავალმა მიატოვა თავისი ხალხი და ერქამის სახლში გადავიდა. ერქამის სახლი საფასა და მერვეს გორაკებს შორის, ქააბას დასავლეთით მდგომარეობდა. ამ სახლში ბევრმა ადამიანმა მიიღო ისლამი, ამიტომაც ამ სახლს ისლამის პირველი აკვანი ეწოდა. და შეაგონეს შენი ახლო ნათესავები, როდესაც შუამავალს სურა შუერას ეს აიათი მოევლინა, შუამავალმა საფას გორაზე ავიდა, ყველაზე მაღალ ქვაზე შედგა და ხალხს ასე მიმართა. აბდულ მუტალიბის შვილნო, ფიჰრის შვილნო, აბდი მენაფის შვილნო, ზუჰრეს შვილნო, ყურეიშელებო, თუ გეტყვით რომ ამ გორაკის უკან ან იმ დაბლობზე მტრის ჯარია და ჩვენზე თავდასხმას აპირებენ, რათა ჩვენი ქონება მიისაკუთრონ, დამიჯერებთ? ყველამ ერთხმად უპასუხეს. დაგიჯერებთ, რადგან შენ არასოდეს გითქვამს ტყუილი, შენ სანდო მუჰამმედი ხარ. შუამავალმა განაგრძო. მას მისმინეთ, მე მინდა თქვენ ჯოჯოხეთის ტანჯვის შესახებ გაგაფრთხილოთ. მინდა გითხრათ, რომ ვინც უარყოფს განკითხვის დღეს, იმ ქვეყნად საშინელი სასჯელი არ ასწდება. მე უზანაესმა ალლაჰმა შუამავლად დამადგინა, რათა ჭეშმარიტი რწმენისკენ მოგიწოდოთ. ყურეიშელებო, ჩემი მდგომარეობა იმ კაცის მდგომარეობას გავს, რომელმაც მტერი შენიშნა და ოჯახში გაიქცა, რათა ისინი გააფრთხილოს და მათ საფრთხე თავიდან ააცილოს. ყურეიშელებო, თქვენ ისე მოკვდებით, როგორც იძინებთ და ისე აღდგებით, როგორც იღვიძებთ. განკითხვის დღეს ყველა გაცოცხლდებით, ალლაჰის წინაშე წარსდგებით და ყოველი ნამოქმედარისთვის აუცილებლად განიკითხებით. თუ კეთილი საქმეები გაქვთ გაკეთებული, დაჯილდოვებით. ბოროტებისთვის კი დაისჯებით. ჯილდო მარადიული სამოთხეა, ხოლო სასჯელი ტანჯველი ჯოჯოხეთი. შუამავლის ამ მიმართვას ყურეიშის ხალხში განსაკუთრებული აგრესია არ გამოუწვევია, მაგრამ უეცრად შუამავლის ბიძა ებულეჰები წამოდგა და შუამავალს უშვერი სიტყვებით მიმართა. ებულეჰებმა იმდენად ატკინა გული შუამავალს, რომ ეს ამბავი სურა თებბეთის გადმოვლენის მიზეზი გახდა. იმ პერიოდისათვის, ანუ მედინაში ჰიჯრეთამდე მოვლენილი აიათები ძირითადად განკითხვის დღის შესახებ იყო. და გაუხმეს ებულეჰებს ხელები და გაუხმა კიდეც. მას ვერც სიმდიდრემ და ვერც მონაპოვარმა უშველა. და შენთებულ იქნეს ალმოდებულ ცეცხლში. უეჭველად სასჯელი შენი ღმერთისა დადგება მაშინ მას ვეღარავინ შეაკავებს. იმ დღეს შეირყევა ზეცა დიდი რხევით და ამოძრავდება მთები დიდი სიჩქარით. ვაი იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა, რომელნიც ლაყბობით ერთობიან. იმ დღეს წაათრევენ და ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებიან მოსროლინი. ესაა ცეცხლი, რომელსაც თქვენ ცრუდ რაცხავთ. უეჭველად თქვენ და ისინი, რასაც ეთაყვანებით გარდა ალლაჰისა, შეშახართ ჯოჯოხეთისა. თქვენ იქ იქნებით მოთავსებულნი. ამის შემდეგ მექელმა წარმართებმა მუსლიმების წინააღმდეგ უფრო რადიკალურ ზომებს მიმართეს და სისტემატიურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ეს იყო მექელი ურწმუნოების მიერ წარმოებული ძალადობის მეორე ეტაპი. თუმცა ეს ყველაფერი მუსლიმთა რიცხობრივ ზრდას ვერ აბრკოლებდა.
ქმის დღე არ გავიდოდა ისე რომ ყურეიშელთაგან ერთი ადამიანი მაინც არ შესულიყო მუსლიმთა რიგებში. მუსლიმთა რიგებში ძირითადად ისეთი ადამიანები შედიოდნენ, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. თუმცა მუსლიმთა რიგებს მდიდარი და პატიოსანი ვაჭრებიც უერთდებოდნენ. მიუხედავად ამისა, წარჩინებულ ყურეიშთა ძალიან დიდი ნაწილი უკიდურესად მატერიალურ მდგომარეობაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ამავდროულად ისინი ძალიან უზნეო ცხოვრების წესებით გამოირჩეოდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კერპთაყვანისმცემლობას ყოველი გვარის ლიდერისთვის გარკვეული კეთილდღეობა მოჰქონდა, თუმცა ისლამის გავრცელება ამა თუ იმ გვარის ლიდერების შემოსავლებს საფრთხეს უქმნიდა. მათ იგრძნეს ახლად დაბადებული ისლამის სიძლიერე და მასშტაბები, ამიტომაც გადაწყვიტეს დასაწყისშივე შეერჩერებინათ მისი გავრცელება. აქედან გამომდინარე, წარჩინებულ ყურეიშელთა ერთმა ჯგუფმა შუამავლის ბიძას ებუ თალიბს თხოვნით მიმართეს, რათა შუამავალი დაერწმუნებინა, რომ ისლამის ქადაგებისგან ხელი აეღო. ამ ჯგუფს თან ახლდა ებუ სუფიანი. მათ ებუ თალიბს ასეთი შეთავაზებით მიმართეს: შენი ძმისშვილი ჩვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფს. ის ამბობს, რომ ჩვენი წინაპრები სწორ გზას არ ადგნენ, ხოლო ჩვენ ზნეობას გვიწუნებს. ან ამ საქმეს ჩამოშორდეს, ან შენ თქვი მის მეურვეობაზე უარი და ჩვენ მივხედავთ. ებუ თალიბმა მათი ეს პირველი ვიზიტი მობიერად მიიღო და მოусმინა. თუმცა მოგვიანებით, როცა ყურეიშელებმა ნახეს, რომ შუამავალი თავის წმინდა საქმეს, ანუ ისლამის ხალხში გავრცელებას კვლავ განაგრძობდა, შეიკრიბნენ და კვლავ ებუ თალიბთან მივიდნენ. ამჯერად წარმართებმა ებუ თალიბი მუქარის ენით გააფრთხილეს და უთხრეს: თუ შენ ძმისშვილს არ შეაჩერებ, შენც დაგიპისვირდებით და მასაც. ჩვენს შორის ერთი მხარე განადგურდება, მეორე კი გადარჩება. ამჯერად ებუ თალიბმა მოსალოდნელი საფრთხე კარგად გაანალიზა, თუმცა მას არც ძმისშვილის მიტოვება სურდა და არც ყურეიშებთან მტრობა. ამიტომაც ეს ყველაფერი შუამავალს მოუყვა. მას სურდა შუამავლისთვის ის საფრთხე აეხსნა, რომელიც დიდგვაროვანი ყურეიშელებისგან იყო მოსალოდნელი. შუამავალი ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა, ვინაიდან მას საკუთარი ბიძაც ვეღარ იცავდა. მეორე მხრივ კი მუსლიმები რიცხობრივად ჯერ კიდევ ძალიან ცოტანი იყვნენ და შესაბამისად სუსტ ძალას წარმოადგენდნენ. მათ არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ სიმდიდრითა და მრავალრიცხოვნით გაგოლიანებული ყურეიშელებისთვის. ამ ყველაფერთან ერთად შუამავალმა კარგად იცოდა, რომ ყოვლის შემძლე უზენაესი ალლაჰი მას განსაცდელში არ მიატოვებდა და აუცილებლად დაუდგენდა გამოსავალს. ამიტომაც მან ბიძას ებუ თალიბს ასე მიუგო. ფიცალ ღმერთს ყურეიშელმა წარმართებმა მარჯვენა ხელში მზე რომ მომცენ და მარცხენაში მთვარე, ამ საქმეს მაინც არ ჩამოვშორდები. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ებუ თალიბმა შუამავალს უთხრა: მოდი ჩემო ძმისშვილო, მოდი ჩემთან და თქვი, რაც გინდა. ფიცავ არაფრის გამო არ მიგატოვებ. ყურეიშების შემდეგ ებუ თალიბმა ჰაშიმისა და აბდულ მუტალიბის გვარის წარმომადგენლები მოიხმო და იმ დროისთვის არსებული მდგომარეობა გააცნო. მან ამ ტომების წარმომადგენლებს შუამავლის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებაც მოუყვა და იქვე ოჯახის ღირსების გულისთვის მუჰამედის დაცვას თხოვა. ებუ თალიბის ეს თხოვნა ყველა ოჯახის ლიდერმა მიიღო, გარდა ებუ ლეჰებისა, რომელმაც შუამავლის დაცვაზე უარი განაცხადა. უფრო მეტიც, ებუ ლეჰებმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის შუამავლის წინააღმდეგ იბრძოლებდა. ამრიგად ის მტრის ბანაკში გადავიდა. ებუ თალიბისა და შუამავალს შორის შემდგარი საუბრები ყურეიში წარჩინებულების თვალწინ მიმდინარეობდა. ყურეიშები მიხვდნენ, რომ ამ მოლაპარაკებებით მათთვის სასურველი შედეგების მიღება შეუძლებელი იყო. ამიტომაც გადაწყვიტეს თავად შეხვედროდნენ შუამავალს და მოლაპარაკებები ეწარმოებინათ. მუჰამედ, შენ გვარითაც და მდგომარეობითაც მაღლად გახარ. ისეთ რამეს აკეთებ, რაც არაბებს შორის აქამდე არავის გაუკეთებია. ხალხი ერთი მეორეს გადაგუკიდე. რა არის შენი მიზანი? თუ გამდიდრება გინდა, რამდენსაც ისურვებ, იმდენ ქონებას მოგცემთ.
არც ერთ გვარში არ იქნება ისეთი მდიდარი, როგორც შენ გახდები. მეთაურობა თუ გინდა, ახლავე ჩვენს ლიდერად აგირჩევთ. მექას მმართველად შენ დაგნიშნავთ. თუ ლამაზი ქალი გინდა, ყურეიშათა შორის ულამაზეს მოგართვიეთ. თუ ეშმაკებმა და ჭინკებმა შეგიყვეს, ყველაზე კარგ მკითხავებთან წაგიყვანთ, რათა მოგარჩინონ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენ ამ საქმეს ჩამოშორდე. როგორც ვხედავთ, ყურეიშებმა მუჰამედს ყოველგვარი მატერიალურ და არამატერიალურ სიკეთეს შეპირდნენ, რათა როგორმე დაეყოლებინათ და ისლამის ქადაგებისგან ხელი აეღებინებინათ. თუმცა შუამავლის პასუხი შემდეგი იყო: მე თქვენგან არაფერი მინდა, არც ქონება, არც ბრძანებლობა და არც ლიდერობა. მე მხოლოდ ის მინდა, რომ კერპთაყვანისმცემლობას თავი დაანებოთ და მხოლოდ ერთღმერთი იწამოთ. ამ პასუხის შემდეგ ებუ ჯეჰილი წამოდგა და შუამავალს კითხა: მეტი არაფერი გინდა? შუამავალმა უპასუხა: ცის მნათობი მზეც რომ მომცეთ ხელში, ისლამის გავრცელებას მაინც არ მოვეშვებიო. ყურეიშის წარჩინებულები ძლიერ გაბრაზდნენ: ჩვენ 360 კერპი გვაქვს და შენი ერთი ღმერთი როგორ მომართავს მექასო, უთხრეს და დაიშალნენ.